ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალ წელს საქართველოს შეხვდება ნაციონალური მოძრაობის გარეშე და იმ დასკვნაში, რასაც ჩვენ შევადგენთ, ეს მიმართულება, რაც თქვენ გამოკვეთეთ, ბატონო თენგიზ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირადი ბოღმისთვის, პირადი შურისძიებისთვის, ადამიანების გაუბედურება, სულხან მოლაშვილის შემთხვევაში ეს ნამდვილად ასე იყოს, საქმის მასალებიდან და სტრასბურგის გადაწყვეტილებიდანაც ეს დასტურდება, რომ იყო რა სულხან მოლაშვილი, ახალგაზრდა, პერსპექტიული კაცი, პროფესიონალი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მან მაშინდელი იუსტიციის მინისტრ სააკაშვილს აღმოუჩინა სერიოზული დარღვევები, ისეთი დარღვევები, რაც შემდეგ სააკაშვილმა უკვე პრეზიდენტობისასაც გააგრძელა და რომელიც უფრო გვიან ამოვიდა ზედაპირზე. სულხან მოლაშვილმა მისი ამგვარი მიდრეკილებები ძირშივე აღმოაჩინა, მანამ სანამ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ დაფუძნდებოდა როგორც პარტია. და ვინაიდან აღმოჩნდა, რომ სულხან მოლაშვილი იყო წინაღობა მიშას აღზევებისთვის, პირადი, როგორც თქვენ ბრძანეთ, მიზნებიდან გამომდინარე, პირადი პოლიტიკური კარიერული მიზნებიდან გამომდინარე და ალბათ გარედან მფარველების და სხვების ხელდასმითაც სულხან მოლაშვილი გაანეიტრალეს. ამას სხვა არაფერი ჰქვია. თუმცა ეს არ არის ბოლო საქმე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ აი ამ კონკრეტულ თემატიკაზე, რაც ბატონმა თენგიზმა წამოჭრა. ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარ მეგობრებზე, კლასელებზე, ოჯახთან დაახლოებულ მეგობარ ახლობლებზე, ბავშვობის თუ ახალგაზრდობის დროინდელებზე ვამბობ, შურისძიების არაერთი სხვა მაგალითიც არსებობს, როდესაც ის გახდა პრეზიდენტი და ძლევამოსილი, როგორ გამოიყენა ხელისუფლება თავისი ბავშვობისა თუ ახალგაზრდობის დროინდელი ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, როგორ გააუბედურა თავისი სიყრმის მეგობრები, ისე რომ თვალიც არ დაუხამხამებია. ამიტომ იმ დასკვნაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს მიმართულება იყოს თვალსაჩინო, რომელიც თქვენ დღეს წამოჭერით და მადლობა თქვენ ამისთვის. ბატონი თამაზი აპირებს რეპლიკას, შემდეგ ბატონი ილია. ხო ეგრეა. მე თქვენ გნებავდათ რაღაცის თქმა, ბატონო თამაზ, თქვენ გნებავდათ რაღაცის თქმა, ბრძანეთ. ვერ გავიგე. რაღაცის თქმა გნებავდათ. თუ დასვას ბატონმა ილია. ბატონო ილია დასვით მაშინ. ეს გამწარება რა არის, იცით? ნათქვამია დრო იცის რაღაცა დავიწყება, ეს ტკივილი, ამ ტკივილის დავიწყება არ შეიძლება. მეცა და სხვაებისაც. როგორ შეიძლება რაღაც უბედურებაზე თქვა, რომ იმას აღარ ვაქცე ყურადღებას და ეხლა ხშირად ამბობენ ხოლმე არა, ძველ საქმეებს რას გამოეკიდენენო. ედალოცვილო, სხვისი სიჭირი ღობე ჩხიриო, რო იძახიან. ეს ხალხი რამ გააველურა. რომ იდიან მიცვალებულთან და უსამძიმრებენ, გისამძიმრებო. აი ამ ადამიანებმა როგორ უნდა მივიდნენ ვიღაცასთან და მიუსამძიმრონ იმას, როდესაც სულხან მოლაშვილის მამას ეუბნებიან, რომ შენი შვილის კვლელი უნდა გამოვიდესო. აზროვნება ხო უნდა კონდეს იმხას. ენა მაიც არის გააჩვენო და კარგია ეთაყვანე სააკაშვილს და რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ გამოუშვიო ვისა, კაცო? შვილი რომ მოუკლა იმაზე იძახი და სხვათა შორის ერთ მაგალითს გეტყვით და დავამთავრებ რა. მაჩალიკაშვილი რო არის, ხო იცით, შვილი რომ მოუკლდეს რაღაცა. აქ უკან მიშას სურათი იყო ეს როდინდელ ამბავს გეუბნებით, თვითონ დგას იქა და სააკაშვილი აქ უკან. მივედი მხარზე ხელი დავადე, მე სულხან მოლაშვილის მამა ვარ მეთქვი. შვილი მომიკლა ამან მეთქვი მეოთხე. შენ რო შვილი მოგიკლეს, რომ მითხრეს მე, რომ მითხრან ვინმე მეთქვი და იმაზე გითხრა, რომ აი ტაში დაუკრა მეთქვი, გაგეხარდება მეთქვი. პასუხი არ გაინტერესებთ. როგორც
ამ კაცმა შვილი მომიკლა მე შენი შვილი რომ მოკლეს იმაზე რომ თქვა ტაშ დაუკრა და თქვა რომ აი ამეთი მიყურებს და პაუზა გააკეთა ძალიან დიდი ვერაფერი ვერ მითხრა ესე მხარზე დავარტყი ხელი და დამოვედი რა არის იცით რაღაცა ეს რო არ მეთქვა მე რატომღაც ვიგრძენი რომ რაღაცა იგრძნო მაშინ რაღაცა ასე ვთქვათ ეხლა ცოტა ურევს გემრიელად მაგრამ ის რომ მაგალითი დაუდე თავის შვილზე და ჩემ შვილზე ამის ქვეშ რომ ლოცულობ მე ვთხარი მაგან შვილი მომიკელა მე და როგორ ლოცულობ მეთქი აი ეს გავაგებინე და რა უნდა ეპასუხა ბატონო ილია დასვით კითხვა თუ შეიძლება მოგესალმებით ყველას ბატონ სოზარმა აღნიშნა და ხაზი გაუსვა როდესაც 2004 წელს 12 ივლისს მათიუს ორშმა ჩამოვიდა და ინახულა მოლაშვილი ციხეში და მის მერე განცხადება გააკეთა. თუ იყო რომელიმე საელჩო, რომელმაც ესეთი კრიტიკული განცხადება გააკეთა მაშინ, ან თუ მოინახულა, ან თუ ქონდათ ამ საქმის გახმაურების უფრო მეტი საშუალება, მეტად ამოეწიათ ეს ამბავი. ან პროკურატურას თუ ქონდა რამე რეაგირება ამ წამებასთან დაკავშირებით. ბატონმა გურამმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს თუ გააკეთებენ რამე კომენტარს ამ ისტორიების მოსმენაზე, რაც მაშინ ხდებოდა. მე მაინტერესებს მაშინდელი საელჩოები თუ იყვნენ იმ მოწოდების წინ სიმაღლეზე, რომ გაეკეთებინათ კომენტარი და ეთქვათ, ან გამოეტანათ, ან ენახულათ რა ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო მაშინ ციხეებში. არავის ისეთი რამე არ უთქია, უბრალოდ მე მახსოვს ძალიან კარგად 150-მდე სპორტსმენი, აკადემიკოსი, ექიმი, კულტურის მუშაკი წერილი რომ გაუგზავნეს სააკაშვილს. აი ამ წიგნში მაგათი გვარები და სახელებია ჩადებული. 123 თუ ისა რომ ჩვენ თავდებით უდგებით სამი შვილის მამა ასე და განთავსდა მიშა სააკაშვილმა ჩარეცხილები უწოდა სოყოლას 123 ადამიანი საქართველოში სახელმოხვეჭილი პიროვნებები ისეთი კი არა უბრალოდ ნებისმიერი საზოგადოების წევრი პროფესორები აკადემიკოსები სპორტსმენები ექიმები კულტურის მუშაკები წერილობითი მიმართავენ კი არ იმალებიან აძლევენ თავის სახელსა და გვარს ხელსა წერენ რომ გამოუშვი ეს კაციო და ეს უყოლადი ჩარეცხა სააკაშვილმა ჯერ მარტო მაგის გულისთვის რომ სააკაშვილმა წინვალე საზოგადოება საქართველოსი ჩარეცხილები გასაგებია ხო აი მაგის გულისთვის არის მარტო დასაჭრელი ეს პიროვნება და საერთოდ მაგისი მინდევრების უყოლა საერთოდ ნაციონალური მოძრაობა ამოვიდა ხალხს ყელში რა ეხლა თქვენ შეიძლება ყველაფერი იცით და ისა მაგრამ მეც ხო საზოგადოებაში მიხდება ხოლმე უბრალო ხალხთან მუშაობა ყელში გვაქვს ამოსულიო ეს ნაციონალური მოძრაობაო არ შეიძლება რომ როგორმე რაღაცნაირად გაუქმდეს ეს ისა ჩააკმენდინონ ხმა ნუ დაიჭერენ ნუ მოკლავენ თუ რა ვიცი რაც უნდა ის გააკეთონ უბრალოდ გააჩუმონ და უთხრან რომ გაიგე კახურიან და ზარი ერთი ორი კაცი რო გეტყვის რომ ფეჩისტურობა ხარო ბოლი უნდა გამოუშვაო ეს კახურიანდაზაა დღეს გავიგე რომ კახურიანდაზა ყოფილი ზედალოცვილო ამდენი ხალხი გეუბნება რომ ასე და ასეო და შეკიდება ის ხირაზე გადადიხარ ეგ რა არის ეხლა ეს გავაგებინე გაკოტრებულები არიან მაგრამ მალე ესეც აღარ იქნება შესაძლებელი ჩვენი მიზანია რომ დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები და ასეთი წარმომადგენლების მიერ დაფუძნებული ნებისმიერი პარტია იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ სხვა ვეღარ იყოს პოლიტიკურ ველზე
არჩევნებში თუ არჩევნებს მიღმა პოლიტიკურ ველზე, პარტიის ფორმით. ამიტომ ეს არის ის მიზანი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. ბატონ ალეკოს აქვს ერთი შეკითხვა, მნიშვნელოვანი შეკითხვა. მოგესალმებით ბატონ თამას. ცოტა ხმამაღლა რა არ მესმის. მოგესალმებით ბატონ თამას. ჩვენ ისევ რომ დაუბრუნდეთ მისი დაკავების პროცესს. მაშინ გამოძიებას აწარმოებდა ქალაქის პროკურატურა, ხომ? გარდა იმისა, რომ თქვენი მეორე ვაჟიც დააკავეს და ამით ითხოვდნენ, რომ განცხადება გამოგეტანათ, რომელიც სტრასბურგს მიმართეთ. ხო არ იყო ასეთი რამე, რომ მის გასანთავისუფლებლად თქვენ გთხოვეს წყნეთში, რომ შეგეძინათ აგარაკი. ვინმე თუ გთხოვეთ? თქვენ თუ გთხოვეს, რომ შეთანხმებულიყავით გარკვეულ გარიგებაზე, რომ წყნეთში აგარაკი უნდა შეგეძინათ თქვენ. ამ შეთანხმებას თვითონ გვაძლევდნენ ხოლმე. ხო და ის კონკრეტული ფაქტი მაინტერესებს, წყნეთში აგარაკი თქვენ შეიძინეთ? როგორ? წყნეთში აგარაკი შეიძინეთ? აი მაგაზე გეუბნებით ეხლა სწორედ. ხო, აი როგორ იყო ეგ ამბავი იქ? როგორ იყო და სრულიად სხვათა შორის სულხანი ერქვა თუ მახსოვს ეხლა ჩემი ხსიერებიდან იმ პიროვნებას ვისიც იყო იმას მერე ვიღაცაზე გაუყიდია თუ რაღაცა მერე ხო და აი ესო სულხან მორაშვილის აგარაკიაო გინდა თუ არაო პირადად მე გრიგალაშვილმა გამაგზავნა გარდაბანში რომ რაღაც საბუთი უნდა წამომეღო ისი რა და მე ვთხარი რა ვიცი მითხრეს მეთქი რომ 10 დღე ჭირდება იმ საბუთის მომზადებას და არა დარეკილია უკვე და მიდიო და აბათ შეიქმნა კონსილიუმი ჩემ თათია ბახტურიძესთან ჩემ ძალთან სახში აბა რა ვქნათ აი ჰუი აქეთ იქითა და პირადად მაგათი სიტყვა იყო ასეთი კაცო გაიცადეო რა როგორ მე გავაკეთოთ ისევ რომ ეს აგარაკიო მიშას მიუგდოთო დიდი პიროვნებები ლაპარაკობდნენ ამას და რომ მივცემთ ამასო სააკაშვილი ავაო ლენტს გაჭრისო ეგ უნდაო რომ პიანიმ და მარხეს ესე გააკეთეს ხო იცი ორ დღეში შეგვაძენინეს აბა როდის და ეხლა ფულ შეგროვება ხო უნდა და რაღაცა და ზოგმა საიდან და დღეს რო აგარაკი ჩაითვალა ჩემარ ძალმა ხელი მოაწერა რომ ვიყიდეო ორ დღეში და ამას აკეთებდნენ რატო იცი ამას გააკეთებ თორე სულხან მოლაშვილის სახში იქნებაო ორ დღეში რა მოხდა? შეგაძენინეს ძალით აგარაკი, ფული შეაგროვეთ და ორ დღეში რა მოხდა? ორ დღეში პირობა იყო ასეთი რომ როდესაც ამას გააკეთებთო, ჩვენო გამოუშვეთო ამასო. და მართლაც ატყდა ერთი აბავი და ის აურთაჭალაში რო ციხია, სადაც ის იყვნენ. აბა 12 საათზე სულხანი გამოშვებული იქნება, არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეგაზი და როგორ იყო და მეც იქ ავარ, ჯემებიც იქ არიან სოყველანი და უცბად ვიღაცა გამოდის და იზარს, არა, სულხან მოლაშვილს არ უშვებენო. აი ესე გაგვაკეთებინეს ეგ ამბავი. და მაშინ იყო რომ დავიწყე მაპატიეთ რა, კაი გემრიელი გინება და აი ეს აპარატებით მომვარდნენ სოყველანი, ეს ტელევიზორშიც იყო. ბატონო თამაზო თქვენო პრეზიდენტს აგინებთო ამ აგარაკზე რა მოხდა მერე ამ აგარაკზე რა მოხდა ეს აგარაკი თქვენ ვის გადაეცით თქვენი შენაძენი აგარაკი გენაცოლი ესე იგი ბატონო თამაზ ეკონომიკის სამინისტროს კარგად თავს გადასცეს ეკონომიკის სამინისტროს რა ვიცი ბატონო თამაზ ესე იგი ასე იყო რომ პროკურატურის მოთხოვნით თქვენ შეიძინეთ შეაგროვეთ ოჯახმა ნათესავებმა ახლობლებმა თანხა ასევე სესხიც აიღეთ ალბათ თუ საიდან მოიტანდით ამ ფულს ყველაფერი ვისა მაპატიეთ ჩემ იმას რძას თავისი ბიძის შვილი
გერმანიაშია და ძალიან კაი მეუღლე ყავს იმას. იქიდანაც რაღაც გამოაგზავნეს უცხოეთში მყოფმა ნათესავებმა, შეაგროვეთ და იძულების წესით იყიდეთ აგარაკი, რომელიც რა თქმა უნდა სხვას ეკუთვნოდა და თქვენ შეიძინეთ. შემდეგ დაუთმეთ სახელმწიფოს, ასეთი იყო მათი მოთხოვნა და ამის სანაცვლოდ უშვებდნენ სულხან მოლაშვილს. ეს იყო შეთანხმება? ეხლა თვალწინ მიდგას სულხანის სახლში გოგებაშვილზე, უпроსორად ჩემიძლის სახლში, იქა არის გაყოფილი საზოგადოებრივი რა ვქნათ, გავაკეთოთ ეს თუ არა. გავაკეთოთ ეს თუ არა. ესე იგი, ვიყიდოთ ეს აგარაკი და მივცეთ თავრობას თუ არა და ეხლა თვალწინ მიდგას ჩემი რძლის აი ესეთი საქციელი. კი, მაგრამ უარი რო თქვაო, სულხანი რომ მომიკენან ციხეში სამშვილს რა უყო და მაგის სიტყვაზე გადაწყდა რომ გადავა. და მაშინ იმ წუთშივე გადაიფორმეს ეს აგარაკი და სხვათა შორის ტელევიზორში აჩვენეს მიშამ ვიღაცეების შეკრიბა. ხო, აი გააგრძელეთ ეგ მომენტი. ვიღაცეების შეკრიბა მიშამ, აიყვანა ავტობუსით ვიღაცეები იქა და ვითომ შეასახლა. მერე ხმამომდის მერო ისინი აღარ არიან იქაო. მერე რავი, არც დაინტერესებული ვარ, რა ვიცი რა თემინდოდა და ვიღაც ჰარამხანისთვის ბატონო თამაზ, ანუ სააკაშვილს რა უნდოდა სცენა დადგა, რომ ვითომ სულხან მოლაშვილს ჰქონდა აგარაკი, რომელიც დაათმობინა, გააკულაკა, ასე ვთქვა, განაკულაკა და სინამდვილეში ეს აგარაკი მანვე ძალით შეაძენინა ოჯახს იმის სანაცვლოდ, რომ გაათავისუფლებდა. შემდეგ თქვენ შეიკრიბეთ ორთაჭალის საპყრობილის წინ და გონიათ რომ უშვებენ თქვენ ვაჟს და მოგატყუეს. მოგატყუესო? ეს მოთხოვნა რომ აგარაკი შეიძინეთო კონკრეტულად ვისგან მიიღეთ გვარი და სახელი? გრიგალაშვილმა გამაგზავნა იმაში. სკარა მოიტანეს საბუთი იქიდან. ეს იყო თბილისის პროკურორი. კი. მან მოგთხოვათ ამის შეძენა. და როდესაც მოგატყუეს და ბაბატიეთ რა. დიახ. ეს ამბავი რომ მოხდა და არ გამოუშვეს. დიახ. მე ვთხარი ნახვამი და მეთქვი გრიგალაშვილის მეთქვი. რომ შევედი მოსაცდელში. ესაო ეთიკაციაო გამოვაო და მე შეხვალთო გრიგალაშვილთანო. ბატონო სოზარ ისეთი რაღაცა იყო იქ არ მომენტი არ შეიძლება ჩემი პედაგოგიურის გამოვიყენე რომ შევედი მოიცა და გავიხედე 1 2 3 4 შემოდიან ხე დავიცდი მე არაო თქვენი გულისთვის მოვიდნენ ესენი და არ დამავიწყდება ხალი პაპავა პროკურორი გრიგალაშვილის კაბინეტში ვალერი გრიგალაშვილის კაბინეტში შეხვედით როგორც იქნა კაბინეტში ხალი იყო პროკურორი პაპავა ხო და რო შევედი არის ის რა გავაკეთე აქ რატომ მოვედი ახლა იცით მე თქვი მე ცხოვრებაში რო დავდივარ ჩემ შვილებსა და შვილიშვილებს ვეუბნები რომ ბავშვებო თავად წეულებმა იარეთ იმიტომ რომ კაცი შვილისთვის ცუდი არაფერი არ გამიკეთებია მე თქვი აი იმიტომ მოვედი ახლა მე თქვი რომ თქვენ რასაც აკეთებთ ცუდს აკეთებთ და თქვენი შვილები და შვილიშვილები პასუხს მერე მიიღებენ ღმერთს ლოცულას გავაგზავნით თქვენს მაგივრად რომ დღეიდან თქვენ სისაძაგლე აღარ ჩაგედინოთ რათა თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ნორმალურად იცოდნენ და დავიხურე ქუდი და გამოვედი თუ არა და პაპავა მომყვება მაცილებს და მეუგნება ბატონო თამას კაი დაწყნა და ყველაფერს ეშვილება ესე იგი ჩემი დიდაქტიკური იმითი აი ამ ხელა პროკურორები და ესენი ასე დავაშანტაჟე შეიძლება ითქვას რომ ჩემი ესე იგი არა გაქვთ უფლება ამ სისაძაგლეს რო ჩადიხართ მატყუებთ რომ თქვენი შვილები და შვილიშვილები
მომავალში პასუხს აგებენ ამაზე მეთქი. აი ესეთი ის გაუკეთე და სულ ყველანი მეუბნებოდნენ რომ ბიჭო რამ გათქმევინა ეგ რა მათქმევინა და იმათ მათქმევინა აბა მაგაც რა უნდა ველაპარაკო. ბატონო თამაზ თვითონ ვალერი გრიგალაშვილს არ მოსთხოვეთ პასუხი რომ რატომ არ გამოუშვით ჩემი შვილი როცა მაყიდინეთ აგარაკი. გიგინებოდი პასუხი. რა გიპასუხათ რა გიპასუხათ. არა ეგრე ახლოს უკვე მე აღარ მინახია ეგა. იმიტომ რომ აი ეგ იყო ჩემი მაგათან ბოლო შეხვედრა. აი იმ შეხვედრაზე რამე გიპასუხათ გრიგალაშვილმა? რატომ გაყიდინო აგარაკი? არა, გრიგალაშვილმა არა. აი რომ გამოვდიოდი მეთქი, ეს ხალი პროკურორი შეწუხდა და გამოვყავთ. გამოვყავთ და დაგამშვიდა. ბატონო თამაზ ნერვიულობთ, ყველაფერს რაღაც ეშველებაო. აი ამითი დამთავრდა ჩემი მაგათან საუბარი. ბატონო თამაზ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. ჩვენ რასაკვირველია ამ საქმეს დასკვნაში შევიტანთ. ჩვენ დავეყრდნობით არა მხოლოდ თქვენს დღევანდელ გამოსვლას, არამედ ყველა იმ ინტერვიუს, რომელიც თქვენ მიგიციათ, თქვენს ვაჟს, ასევე რა თქმა უნდა რძალს, რომელსაც უდასტურებთ დიდ პატივისცემას. ასევე მაშინ აი იმ სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ხმალამოღებული იბრძოდა სულხან მოლაშვილის ინტერესების დასაცავად ქალბატონი ნანა კაკაბაძის მეთაურობით, ასევე დავეყრდნობით მათიას იორშის განცხადებებს, რომელიც იყო აი ბატონმა ილიამაც დასვა კითხვა, პრაქტიკულად ერთადერთი უცხოელი რომელმაც სულხან მოლაშვილს სიტყვა შეაწია და მათიას იორშის ეს ერთადერთი განცხადება იყო შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში ამ საქმის განხილვის დროს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომ ნეიტრალურმა პირმა თქვა ის, რასაც ამბობდნენ ოჯახის წევრები და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი. ასევე დავეყრდნობით ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში არსებულ საქმის მასალებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც. იმ სისხლის სამართლის მასალებს, რომელიც პროკურატურაში ინახება და რასაკვირველია, წარმოჩინდება ეს საქმე მთელი თავისი ამაზრზენი ასპექტებით, როგორ თამაშობდნენ ადამიანების ბედით. შურის ძიება პირადი, ბატონმა თენგიზმა თქვა, უსაფუძვლო ბრალდებები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში და შემდეგ ოჯახის დაშანტაჟება, ფულის გამოძალვა, როგორც ასე თქვა, სატყუარა, რომ იყიდე აგარაკი და გამოუშვებთ სინამდვილეში ეს აგარაკი აყიდინეს ოჯახს იმისთვის ახალგაზრდებმა რომ გაიგონ, რომ შემდეგ სააკაშვილს ეთქვა, რომ თითქოს ეს იყო ის ჩინოსანი, რომელიც საქმით კი არ იყო დაკავებული, წყნეთში საკუთარ თავს აგარაკი შეუძინაო და უკანონო დაქვსო, ავიდა იქ ტრიბუნით, ალბათ რომ აგვისტოს ომში მიდიოდა ტრიბუნით და აქ რომ ტრიბუნა მიეტანა რა გასაკვირია და გაიკეთა პიარი სხვის უბედურებაზე, რომ აი როგორი ცუდი ადამიანი ჩააგდო ციხეში, წაართვა წყნეთის აგარაკი, რომელიც იძულებით შეაძენინა 2 დღით ადრე და იქ ყველას თვალწინ შეასახლა თითქოს დევნილები თუ სხვა უსახლკაროები და სინამდვილეში ეს ასე არ იყო. აი ეს საქმე, ეს სიმახინჯე და სიბინძურე, რა თქმა უნდა, ჩვენს დასკვნაში აისახება და სულხან მოლაშვილის საქმე იქნება ის ერთ-ერთი საქმე, რომელსაც დაეყრდნობა დიდი იმედი მაქვს საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც სააკაშვილს და სხვებს აუკრძალავს პოლიტიკაში ყოფნას. დიდი მადლობა თქვენ ბრძოლისთვის. მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას თითოეულ თქვენთაგას, გისურვებთ გამძლეობას. მაპატიერა მაინც კახურად ამ ძაღლების ვინც არიან და კიდევ იკვინებიან რომ იტყვიან ხოლმე რა გამძლეობა ქონებოდეთ რა. მერწმუნეთ რომ კი არიან ესეთი შემოჩენილი წურბელები, მაგრამ არიან ის ხალხიც, ვინც იმ წუთშივე აი ღაღადებენ იმას, რომ როგორც იქნა რაღაცა დაიწყო. ხო და მერცმაკნას აი მათიას იორშ უთქვია კიდევაც ელენე თევდორაძის აი
რო ჩამოხვათ იქა რა ამის შემდეგო სულხანიზე უთქვია ამის შემდეგო იქ რო ჩამოხვათ რა პასუხი უნდა გაცეთო და თუმცა ბატონო თამაზ უნდა ვთქვა სანამ დაგემშვიდობებით რომ მე მაშინ სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდი როდესაც მოლაშვილის საქმე შემოვიდა ჩანდა საქმის მასალებიდან რომ ეს ადამიანი იყო ნაწამები ციხეში კიდევ ერთხელ ვამბობ არც ერთი საელჩო საქართველოში არც ერთი უცხოელი ვითომ არაფერი არ ხდება ასე იქცეოდა იმიტომ რომ სააკაშვილისთვის გზა უნდა გაეწმინდათ აღზევებისკენ და სულხან მოლაშვილი იყო რეალურად წინაღობა და მისი საქმე არსებობდა მათიას ეორშის აეს ოქროს ასე ვთქვათ თვითმხილველის განცხადება სულხან მოლაშვილის საქმემ და სტრასბურგის სასამართლოს არც ერთხელ არ ქონდა გადაწყვეტილება მიღებული იმის თაობაზე რომ რომელიმე სახელმწიფოსთვის არამც თუ საქართველოსთვის დაევალებინა პატიმარს უმკურნალე ციხეშიო ვინაიდან ასეთი დავალებები გამოიყენებოდა იმ დროს მხოლოდ და მხოლოდ დეპორტაციების, გაძევების, ექსტრადიციების შემთხვევაში, ან კიდევ თუ ისეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, როდესაც მაგალითად ოჯახი უნდა გაიხლიჩოს, თუ კი ქმარს გააძევებენ უცხოეთში და ცოლშვილი დარჩება ადგილსამყოფელ ქვეყანაში. სხვა შემთხვევებში ასეთი ტიპის დავალებები არ გაიცემოდა. სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი იყო იმდენად მძიმე, რომ იყო გარდაუვალი რისკი მისი ციხეშივე დაღუპვის და მაშინ სტრასბურგის სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი, რომ დაავალეს გადაყვანა საავადმყოფოში და ასევე მკურნალობა C ჰეპატიტზე. სულხან მოლაშვილმა შემდეგ ამ თავისი პირველი პრეცედენტით ძალიან ბევრ პატიმარს გაუხსნა გზა იმისკენ, რომ სტრასბურგში ეჩივლა და იგივე ტიპის დროებითი ღონისძიების დაწესება მოეთხოვა. აი ესეთი იყო ბატონო გურამ მაშინ უცხოელების ქცევა. მე შემიძლია მხოლოდ შევუერთდე ჩემს კოლეგებთან ერთად თქვენს მოწოდებას, რომ გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგცეს პასუხი. სულხან მოლაშვილის ბატონი მამა, რომელიც დღეს მობრძანდა, რომელიც ყვება იმ წამებაზე, რომელიც სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა, რომელიც -1 სართულზე ყავდათ მაპატიეთ ბატონო თამაზ ეს სიტყვა უნდა გამოვიყენოთ დამწყდეული, უჰაეროდ დილეგში, საჭმლის გარეშე, სკამისა და საწოლის გარეშე. დაუწვეს ზურგი სიგარეტის ნამწვავებით. ჩამოაცვეს ამ დროს რომ არ ეყვირა თავზე ცელოფანი და გუდავდნენ. არ უმკურნალეს C ჰეპატიტზე, ოჯახს გარეთ მყოფს აყიდინეს აგარაკი, გადააცემინეს სახელმწიფოს და ყველაფერის უბედურება რაც მოუყევით. გამოვიდეს და თქვას, მხოლოდ ერთი სიტყვა, კარგია ეს თუ ცუდია, მეტ ჩვენს მისგან არაფერს არ ვითხოვთ და კარგი იქნება თუ ის პირადად შეწყვეტ სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობაზე ზრუნვას და დარდს. კარბატონიტია, ამას ვიტყვი და მეც აღარ შეგაწუხებთ, რომ დააპატიმრეს პირველ დღესვე, იცით სად შეაგდეს კრიმინალებთან. დიახ. და ერთი ამბობდა მაშინ, რომ იმიტომ შეაგდეს, რომ კრიმინალები მაგას დედას უტირებდნენ. ამ დროს თუ არ ვცდები, ვინ იყო იქიდან გამოსული, რა სამოფო, ხელის გულზე დაისვეს კაცური კაცი მოვიდაო. კრიმინალებმა და ამაზეც გაღიზიანდნენ ისინი, რომ ეგ ნომერი არ გამოუვიდათ მაგათ, რომ ეს რო ახსნათ ახალგაზრდება, ვინც არ იცის, რომ დღესაც ასეთი წესია, ოფიციალური წესია, რომ არავითარ შემთხვევაში საჯარო მოხელე, რომელმაც შესაძლოა ჩაიდინოს დანაშაული სულხანის შემთხვევაში ეს ასე არ იყო, ის არასდროს გაწერილია მთელი პროცედურები, არ უნდა მოხვდეს სხვა ტიპის კრიმინალებთან. სპეციალური დაწესებულება არსებობს. სპეციალური დაწესებულება არსებობს, სადაც ყოფილი საჯარო მოხელეები ერთად იხდიან სასჯელს, იმიტომ რომ არ ხდება ამ ორი კონტინგენტის შერევა. ეს არის აკრძალული. ბატონი სოზარი განცხადებას გააკეთებს და დაგემშვიდობებით ბატონო თამაზ.
უბრალოდ კიდევ ერთხელ საზოგადოების გასაგონად და განსაკუთრებით ახალგაზრდების. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი და რატომ არის მნიშვნელოვანი გასამართლება იმ რეჟიმის, რომელიც ამ სისასტიკეებს ჩადიოდა. ბევრს არ ახსოვს და დღესაც არავის უხსენებია. მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო გიორგი პაპუაშვილი. როდესაც სულხან მოლაშვილი აი ამ გაუსაძლის პირობებში, დილეგში უფანჯრებო ერთ ციცქნას 2 კვადრატული მეტრი ოთახში იმყოფებოდა ნაწამები ადამიანი, როდესაც მას ვარს ეუბნებოდნენ C-ჰეპატიტით მკურნალობაზე. ამ დროს იუსტიციის მინისტრი იყო გიორგი პაპუაშვილი, რომელიც შემდეგ 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. როგორი სამართალი იქნებოდა იმ ქვეყანაში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო გიორგი პაპუაშვილი, მე მგონი აქედანაც გასაგებია და დღეს რამდენად დაცვიცი ეს ადამიანი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში და იურისპრუდენციას და სამართალს ასწავლის ახალგაზრდებს და მისი ნასწავლი ახალგაზრდები როგორ დაინახავენ სამართალს და რამდენად გამრუდებულ სარკეში დაინახავენ დღევანდელობას, ეს ალბათ ნათლად არის გასაგები. ალბათ სტუდენტებმა რომ შევლენ ბატონი გიორგი პაპუაშვილის ლექციაზე უნდა კითხონ იუსტიციის მინისტრი რო იყავი და დილეგში ყავდა სულხან მოლაშვილი და აწამებდნენ შენ ამ დროს რას აკეთებდიო? ალბათ ეს მინიმუმია რაც შეიძლება ახალგაზრდამ მასზე უფროს ლექტორს კითხოს. დიდი მადლობა ბატონო თამას. მადლობა თქვენ და ოჯახთან ერთად და წარმატებებს გისურვებთ. ამ შემთხვევაში ეხლა ხომ ამ საქმეს იხილავ ჩემი გულისთვის რო წუხდებით ამაზე ჩემთვის ეს საფიცარია და მერთმა ჯანი მოგცეთ აი ესე მტკიცეს ხასიათი და უღრმესი მადლობა და მაპატიეთ რომ ჩემი გულისთვის წუხდებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი გამძლეობისთვის. ეს ჩემებია. სხდომას დახურულად ვაცხადებთ.